წელს მიმდინარე ეკონომიკური სიტუაციის შეფასებით ლარის კურსი თავიდან, იმიტომ რომ შეჩერებულად ლარის მեղდეობა დღემდე ყოველდღე იდება ახალი ინფორმაცია ლარის კურსი დღემდე მեղდეობს, ეს უკვე 2.20-ს აჭარბობს და როგორია თქვენი შეფასება? ბოლო ხანებში ლარის კურსი დასტაბილურდა 2.22-ის ირგვლივ, ახალი დროებით წონასწორობით წერტილზორად 2.22-ია, ამას დაემატა ის, რომ მიმდინარე ბალანს მონაცემები გაუმჯობესდა, ეს მიგონიშნებს იმითკენ, რომ ლარის კურსის გაუარესება უახლოეს ხანებში მოსალოდნელი არ არის. ექსპორტის მოჩვენებელი გაუმჯობესდა, ეკონომიკური ზრდის მოჩვენებელი გაუმჯობესდა, გადასახადების აკრეფის მოჩვენებელი გაუმჯობესდა და უნებრივია გაუმჯობესდა მოჩვენებელი, რომელიც დაკავშირებულია უმუშევრობასთან. ინფლაციური ზეწოლა, ოდნავ ზეწოლა მოსალოდნელია, რაღაც 1.8-ის ფარგლებში თებერვლის დროში იქნება ინფლაცია, მაგრამ აბსოლუტურად დაბალი ნიშნულია ამ მომენტისათვის და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარის კურსის შემდგომი გაუარესება ამ მომენტით მოსალოდნელი არ არის. კი ბატონო. მინდა გითხრათ ბოლო გადაცემაზე 20 საათზე ბატონობისგან განაცხადა დაახლოებით 15 წელიწადი საქართველოს იქნება იტალიის და ესპანეთის დონეზე ეკონომიკური განვითარების კუთხით. რამდენი რეალურია ის? ვერ გეტყვით ნამდვილად, იმიტომ რომ ალბათ რაღაცა ქონდა მხედველობაში, რაც ჩვენ ვნახოთ და იმიტომ რომ დღეს მთავარია ჩვენ ჩამოვაყალიბოთ სტრატეგია, საიდკენ მივდივართ, როგორ ეკონომიკას ვაშენებთ, რითი ვაშენებთ ამ ეკონომიკას და მე რა შეგვიძლია ამაზე დასკვნა გავაკეთოთ. დიახ, რა თქმა უნდა. ნორმალურად დადებითი იყო ყველაფერი. პირველად მე მგონი ბევრი მომენტი პირველად გაჟღერდა. პირველად მიაქციეს ეკონომიკას უფრო მეტი ყურადღება, მე ვფიქრობ, წინა პლანზე წამოიწია ეკონომიკამ გუშინ. პირველად იყო ესეთი ხანგრძლივი დროის ანალიზი და აღიარებაც იყო გულწრფელი აღიარება, რაც ვერ გაკეთდა იმისი და რაც გაკეთდა იმის ხაზგასმაც იყო ჩემს. კი ბატონო. ახალი პროგრამა შემუშავდა, თქვა ძლიერი რეგიონი ქვია და ემსახურება რეგიონების განვითარებას ეკონომიკური კუთხით. რამდენად შესაძლებელია ყველაფერი და როგორ შეიძლება როგორც ეკონომიკის რეგიონებში ძალზე მძიმე სიტუაცია, პირდაპირ გეტყვით. ძირითადი ეკონომიკური აქტივობა 80% მოდის თბილისზე და მის შემოგარენზე. სამწუხაროდ ყველა რეგიონს თავისებური სისუსტეები გააჩნია ეკონომიკის კუთხით. ძირითადად ვაჭრობას ეყრდნობა თან ყოველდღიური მოხმარების საქონლის ვაჭრობას. არ არის რეგიონში წარმოდგენილი დასაქმების რაღაც ხედვა, არ იყო აქამდე არანაირი ესეთი მიმართულება, რომელიც ადამიანს აფიქრებინებდა, რომ ისინი სრულყოფილად ჩართული არიან ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში და აქედან გამომდინარე ეს იყო თავკომბალას პროტოტიპი, ესე თბილისი თავის ეკონომიკით და დანარჩენი საქართველო. რა თქმა უნდა, აი ამ დისპროპორციას მოუყვებოდა მთელი ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი ზარალი, უმუშევრობის ძირითადი მასა სწორედ იყო ამ რეგიონებში. ამას სჭირდება რევოლუციური გარდაქმნა და უნებრივია ეს ქონდა ალბათ ხედულობაში. თქვენ რეგიონში დღეს იშვიათად ფულის ნიშანს ვერ ნახავთ და ვერ იპოვეთ. ზოგადად მოსახლეობა გადაცულია ელემენტარულ საკანონმდებლო ბაზრის ირგვლივ არის მთელი ბიზნეს ელიტა თავის მოყრილი სოფელში. თუ იქ რა თქმა უნდა ბონუსის გარე საწარმოები არ არის წარმოადგენილი. კატასტროფული სიტუაცია ერთი სიტყვით რო ვთქვათ. მათ ჭირდება მხარდაჭერა და არაორდინალური ნაბიჯების გადადგმაც კი რაიონში, რომ ჩვენ რაიონი ავიყოლოთ სრულფასოვან პარტნიორად ბიზნესში. კი ბატონო, თქვენ თუ როგორც ეკონომიკის ექსპერტი კონკრეტული შეფარწიან შევიცავთ, რა უნდა გააკეთოს თავობა იმისათვის, რომ ეს მდგომარეობა იყოს დაძლებული. რეგიონში? რეგიონი პირველ რიგში საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია, რომ დღეს წელს ჩვენ პირველად თუ 2014 წელს ადგილობრივი არჩევნები ჩავატარეთ ახალი კანონმდებლობით. ან ახალი სტრუქტურული მიდგომები არის წინ წამოსული. ეს სტრუქტურული მიდგომები არ იქნება აბსოლუტურად გამართლული მანამ, სანამ რეგიონი არ იგრძნობს პასუხისგებლობას შემოსავლებზე ადგილზე. სანამ რეგიონი არ იგრძნობს იმ სიკეთეს, რასაც ის შეუძლებს. ანუ სანამ გადასახადების ნაწილი ადგილზე არ დარჩება და სანამ ასე ტრანსფერზე იქნება დამოკიდებული მათ შორის გამათანაბრებელ ტრანსფერზე. ან ტრანსფერების იმ სისტემაზე, რომელიც ეხლა გვაქვს საქართველოში, მანამდე რეგიონი სულ იქნება პარალიზებული როგორც ახლა თავკომბალას სინდრომში. იმიტომ რომ რაიონში გამგებელი და არც საკრებულო პასუხისგებლობა იმაზე, რომ განვითარდეს ბიზნესი, ხელი შეუწყონ ინვესტორს. აბსოლუტურად არ არის ესეთი ნათელის ხედვა, თუ რა უნდა გააკეთონ მათ თვითონ. როგორც ხალხის წარმოადგენა, ამიტომ უფლებებიც უნდა გადავცეთ, დელეგირება უნდა მოხდეს და უნდა გადავცეთ, რა თქმა უნდა, მოვალეობები და მაშინ მივიღებთ სრულფასოვან თვითმმართველობას. კი ბატონო, ერთხელ ჩვენ ვხედავთ ქამრების შემოჭერის პოლიტიკას ქართული ოცნების მხრიდან, მეორე მხრივ ნაცები ამობენ 2%-იანის და რაც არის თქვა, ეს მოსალოდნელი და
რაც იცით რომ იყოს ეკონომიკისა ეს და ნიშნავს სრულ სიკუთის ქართული ეკონომიკისა და იგივე ჩვენ ლატვიას ნაციონალური განცხადებით დავწერეთ თქვა დაახლოებით 35 წელიწადში თქვა იგივე დანიას 155 მე მინდა ჩვენ განთავისუფლდეთ განსაკუთრებით ექსპერტები განთავისუფლდეთ რაღაცეთი ხატოვანი სიტყვებისგან კამრების შემოჭერა ლატვიას დავეწევით და ასეთ რაღაცა ქვეყნის ეკონომიკა არის ციკლური ყოველ ქვეყანაში ხან ხდება 2%-იანი ზრდაც ხან -2%-იანი ხდება ხან +10%-იანი და შემდგომ ამ ეტაპზე 2%-იანი ზრდა არის რეალისტური და საოცარი ერთ რამეს შეგახსენებ თქვენ შარშანდელ სექტემბერ-ოქტომბერს აი ამ დარბაზში როცა ბიუჯეტის პროექტი წარსდგა ჩვენ ამბობდით ამ დარბაზში არც თქვენ ესწრებოდით თუ არა რომ ეს იყო საკმაოდ ოპტიმისტური და არ შესრულდებოდა იმიტომ რომ მოსალოდნელი იყო მძიმე 2015 წელს მე კარგად მახსოვს ჩვენი ჩანაწერი ჩემს ვებგვერდზე არის განთავსებული ამიტომ მაშინ პირიქით ვიძახოდით რომ მთავრობა გეგმავს ძალიან ოპტიმისტურს ეხლა კორექტირებას ვაკეთებთ, აკეთებენ საავადმყოფო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან ერთად. ახლა ვიძახეთ რატო აკეთებენ კორექტირებას. ძალიან ძნელია, ალბათ ბუნებრივიცა, ესე უნდა მოხდეს, უნდა ვაკრიტიკოთ თავრობა ყოველთვის რომ ის იყოს ფორმაში, მაგრამ ერთი რამე აბსოლუტურად ნათელია. ჯობია ვიყოთ რეალისტურები, ფუჭი მოლოდინების, ზედმეტი მოლოდინების გარეშე, ვიდრე ვიყოთ ზედმეტ მოლოდინში და მე ვარ ახსნა თუ რატო ვიყავით ამ მოლოდინში. მე მირჩევნია, ბევრად მირჩევნია, რომ იმ სიტუაციაში, რაშიც არის რეგიონი დღეს და მთელი აღმოსავლეთ ევროპა და დასავლეთ ევროპა ვიყოთ რეალისტები, რეალისტური ზრდა აღონდ იყოს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული იქნება, რომ ქვეყნის მთავრობის შენახვის ხარჯებს, თქვენ ეძახით ადმინისტრების ხარჯებს, ის იყოს ბევრად ნაკლები, ბევრად მეტი იყოს ეკონომიკის ხარდაჭერა და ბევრად მეტი იყოს სამუშაო ადგილების შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯები. ჩვენ გავიართ პირველი, მეორე და მესამე წელი. ანუ წესი და ყოფილიყო დაპირებითი მესამე წელი ძალიან კარგი. თქვენ როგორც ეკონომიკის შეფასებით როგორ იქნება მეოთხე წელი საქართველოში? ამ პერსპექტივით 2016 წელს იქნება მძიმე წელი ასევე. პირველი მის გამო რომ ეს რეცესია რომელიც რთული სიტუაცია ევროპაში არის გრძელდება და ჩვენზეც გრძელდება ის სიტუაცია რაც არის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში რეგიონში უკრაინაში რუსეთში აი ყველა გარე ფაქტორი და გარე გამოწვევა რომელიც დღემდე გვაქვს და გვიშლის ხელს განვითარდეთ აბსოლუტურად შეიძლება იქ შიდა ფაქტორში შემოწმება ერთი რამ თქვენ წარმოგიდგენიათ 2016 წელი არჩევნების წელია საკმაოდ დიდი ზეგავლენა აქვს ამას ეკონომიკის განვითარებაზე ერთი მხრივ იმიტომ რომ ინვესტორები ყოველთვის რთულად უყურებენ არჩევანის გაკეთების მომენტს და მეორე საკმაოდ მნიშვნელოვანია თვითონ უფრო ისეთი პოპულისტი ხდება მთელი საზოგადოება აჭერეს არჩევნების დროს თავრობაც იმიტომ რომ არჩევნებია და უნდა გადაწყდეს არჩევნების დროს მას თავის კანონები აქვს და არჩევნების წელიწადს კიდე თავისი მოთხოვნები და გამოწვევები აქვს საწარმოების ინფორმაცია მე მაქვს ძალიან ბევრი თუ გნებავთ მე შემიძლია მეც წავეყვეთ ვიცნობ ბევრ მათგანს კონსალტინგს უკეთებთ ბევრი საწარმო გაკეთდა სოფლის მეურნეობაში სათბურების სახით სათევზების სახით ახალი მეურნეობების ახალი კულტურების სახით საკმაოდ მნიშვნელოვანი გაკეთდა ღვინის მრეწველობაში რამოდენიმე ახალი საწარმო ვიცი გადამუშავებელ მრეწველობაში წვანელების გადამუშავებელ მრეწველობაშიც კი ეგეთ დარგიც კი შეიქმნა ახალი კურორტებში გაკეთდა ძალიან ბევრი სასტუმრო და ტურიზმის კუთხით გადასამუშავებელი მეურნეობის კუთხით ჭანჭიკების ქარხანა გაკეთდა რამდენიმე და ასე შემდეგ მე შემიძლია არ ვიცი გუშინ რაზე იყო ლაპარაკი მაგრამ საწარმოები რომელიც დღეს იქნება გუშინ შეიქმნა 2013-ში 12-ში და იქნებოდა 2015-ის პირველ ორ თვეში მე შემიძლია განახოთ ეს და ეს არ არის საკმარისი იქნებოდა რა თქმა უნდა ბევრი რომელიც არ იყო დახასიათებული ისინიც იქნებოდა საშენ-მასალებში რამოდენიმე საწარმო შეიქმნა რამოდენიმე კერძო რაც კერძოზე გელაპარაკეთ შესანახი მეურნეობაზე დავარგ მაცივრების შესანახი მეურნეობაზე ძალიან ბევრი ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია საერთოდ უნდა გაიგოს სამწუხაროდ ძალიან ეს ინფორმაცია არ არის მე ფიქრობ რა ეს არის ვაკუუმი რომელიც უნდა შეავსოს ჟურნალისტიკამ ჩემით ამოდოვით არ ამგონია თავრობამ ახლა უნდა ატაროს ჟურნალისტები ამ თუ იმ საწარმოში არ ფიქრობ რომ ეს თავრობის საქმეა მე მგონია რომ თავრობას იმდენად ბევრია გასაკეთებელი თავის საქმე აკეთოს ჯობია ვიდრე პიარით იყოს დაკავებული და ატაროს საწარმოში ხალხი ვერ გეტყვი ძალიან სამწუხაროა ალბათ რახან ხშირად მუსირებს და ხშირად ძალოვნები ამას აფიქსირებენ ეთქო მუშაობაც მიდის მაგრამ ზეწოლა ძალიან ბევრი
რთული მომენტებია, რახან ამდენი გამოვლენა იქ ძიმე სურათია და ვერ გეტყვი, კომენტარი ზედმეტია. კორუფცია მსოფლიო სცენია, ბუნებრივია მე ვფიქრობ, ყველა ქვეყანაში გარკვეულ დოზით იქნება, მაგრამ საქართველოში მეტნაკლებად, იმიტომ რომ მე ასე ვფიქრობ, თუ ესე ხშირ დაავლენენ, ისე კი საკმაოდ ისეთი გეთანხმებით. არც ელიტარული გვინდა კორუფცია და არც არაელიტარული. აბსოლუტურად მე ვფიქრობ, იმიტომ არის სწორედ. დიახ. ამ ეტაპზე არ არის მოსალოდნელი, მარტი-აპრილის თვე გარწმუნებთ, რომ ყველა ის მაჩვენებელი, რაც მოაქვს საავტო ნაკადები, აბსოლუტურად ჯერჯერობით გამოკეთების გზაზე დგას. ეს ნიშნავს, რომ ლარი საკმაოდ ძლიერი მყარი ზურგის მოპოვებას ცდილობს. თუ ზურგი გაგრძელდება, რომ იყოს მყარი 2000 ეს მეორე ნაწილია, რამდენად უკუზე მოქმედებას გააკეთებს ეს. უკუზე მოქმედება, იმპორტი შემცირდება, ყველაზე დიდი რაც მოხდება ახლა. იმის გამო რომ თქვენ რო ძანეთ, გაიზარდა ძალიან დავარდას კურსი და გაიზარდა ეს სხვაობა, ძველ და ახალ ნიშნებს შორის. მოხდება იმპორტის შემცირება. იმპორტის შემცირება როგორც კი მოხდება, დოლარზე მოთხოვნა შემცირდება და ავტომატურად კურსი დასტაბილურდება. ამიტომ თუ იმიტომ კი არა რომ კაი ეკონომიკა უდგას უკან. არაფერს.